ქართულმა MMA-ის მებრძოლებმა ბრეივში აბსოლუტური ქაოსი მოაწყეს. 18 აპრილს 3 ქართველი წავიდა ჩინეთში გამარჯვების მოსაპოვებლად და 3-მა წარმატებით მოახერხა გამარჯვების წამოღება სახლში. ჯუბა ბერიძე იყო ის, რომელმაც დაიწყო ეს მოგებების სერია. 2 კვირით ადრე აიღო ჯუბამ ეს ბრძოლა, თუმცა ბრძოლამდე მე ჯუბამ მითხრა, რომ იგი გამუდმებით ფორმაში არის, ყოველთვის ვარჯიშობს და ამ 2 კვირას მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. შეიტყო კიდევაც ბრძოლას. აბსოლუტური დომინაციით დაამარცხა ადგილობრივი ძალიან გამოსილი მებრძოლი. ჭიდაობით ხო საერთოდ ძალიან დიდი დომინაცია მოახდინა, თუმცა დგომშიც დაჩაგრა, მე თუ მკითხავთ მისი მეტოქე. დგომში ისეთი მძიმე დარტყმები და ოჰენდები გაუტარა, რომ თავის მეტოქეს საერთოდ შანსი არ დაუტოვა არც ერთ ასპექტში. ჯუბამ კითხვის ნიშნების გარშე წამოიღო ეს ბრძოლა, იგი ბათუმი ფაით აკადემიის წარმოადგენს და ჯუბას შემდგომ კვლავ ბათუმი ფაით აკადემიის მორიგმა სპორტსმენმა ხვიჩა ქორიძის შეგირდმა დავით ლორთქიფანიძე მოახერხა და ზუსტად იგივე სტილში წამოიღო გამარჯვება. დგომში ძალიან მძიმე გასვლებში რამდენიმეჯერ მოხვდნენ დავითი და მისი მეტოქე. ძალიან მძიმე დარტყმები გაუტარა დავითმა, წარბიც კი გაუხეთქა თავის მეტოქეს, თუმცა ძირითადად ძალიან დიდი წნეხისა და ჭიდაობის დიდი გამოსილების ხარჯზე აბსოლუტურად დაჯავნა თავისი მეტოქი. საერთოდ 3 რაუნდის განმავლობაში ერთი შანსიც კი არ მისცა. მას სრული დომინაცია იყო დავითის მხრიდან და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დავითისთვის ეს იყო დებიუტი 70 კილოგრამში. აქამდე დავითს ყოველთვის ბრძოლები ჰქონდა 66 კილოგრამში ჩატარებული, თანაც თითოეული ბრძოლა საქართველოში. იგი საქართველოს საზღვრის გარეთ პირველად გავიდა და თან წონა შეიცვალა 70 კილოგრამში ჩხუბა ჩინეთში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მაგრად გამოიყურებოდა ამ წოეთი კატეგორიისთვისაც. იგი ძალიან დიდი არის, ძალიან დიდი კუნთის მასა ჰქონდა, კარდიოც მშვენიერი ჰქონდა 3 რაუნდის განმავლობაში, სისწრაფეც, მოქნილობაც და ყველაფერი. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ 70 კილოგრამში დავითი ზუსტად ისე დაიმკვიდრებს თავს, როგორც 66 კილოგრამში დაიმკვიდრა აქამდე. საბოლოოდ კი დამოგვირგვინებელი გამარჯვება ქართული MMA-ის ისტორიაში ყველაზე გამოცდილი მებრძოლის რაულ თუთარაულის წყალობით მოვიპოვეთ. რაულ თუთარაული არის ქართველი მებრძოლი, რომელსაც ყველაზე მეტი გამარჯვება აქვს ქართველ მებრძოლებს შორის. მას რეკორდი 36 გამარჯვება, მან უკვე 36 გამარჯვება მოიპოვა გუშინ ესკარაევის დამარცხებით, რომელიც საკმაოდ მძიმე და საინტერესო ბრძოლა გამოდგა. პირველ რაუნდში ესკარაევი ცდილობდა, რომ თავისი ქიქების ხარჯზე გაენეიტრალებინა რაული. ესე იგი, ესკარაევი ტანი ძალიან მაღალია და სიმაღლის შედარებით კიდე ძალიან გრძელი ხელები აქვს და ძალიან კარგი წვდომი აქვს. დისტანციასაც ძალიან კარგად გრძნობს. პირველ რაუნდში იგი ფეხებით ცდილობდა, რომ დისტანციაზე დაეტოვებინა რაული და როგორც კი რაული დისტანციას ჩახურავდა, მაშინვე ცდილობდა, რომ ფეხში შესულიყო და ჭიდაობის გაცვლებით გაენეიტრალებინა, ასე ვთქვათ, ჩახურული დისტანცია. თუმცა მეორე რაუნდიდან რაულმა შესანიშნავად შეისწავლა მისი მეტოქე და ძალიან კარგი game plan-ით გამოვიდა. ძალიან მძიმე overhand-ი გაუტარა მას და დაზიანებულ მეტოქეს დაასწრო ფეხში შესვლა. ინიციატორი თვითონ გამოდგა ჭიდაობის გაცვლების და შესანიშნავად მოახერხა, რომ გაენეიტრალებინა მისი მეტოქე. ამ გამარჯვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, იქინა გამომდინარე, რომ გამარჯვებული გავიდოდა რემატჩზე ჩემპიონთან, ამ ორგანიზაციის ჩემპიონთან ულუსთან. ულუს როგორც ეს კარაევთან ასევე რაულთან ბრძოლები აქამდე ჩატარებული ჰქონდა. ორივე ოფიციალური გადაწყვეტილების დაამარცხა, თუმცა რაულმა რეალურად ეს ბრძოლა მოუგო, უბრალოდ საჯებს ვერ მოუგო ეს ბრძოლა, ანუ საჯებმა დაჩაგრეს იგი. ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში განაცხადა კიდევაც რაულმა, რომ მას ჯერა რომ ეს ბრძოლა მოიგო და ულუს მოუწოდა, რომ კამარი თვითონვე მოუტანოს და რემატჩს დათანხმდეს რაც შეიძლება მალე. ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება 5 რაუნდიანი ორთაბრძოლა ულუსთან, სადაც დასამტკიცებელი ძალიან ბევრი გვექნება, რადგან არა მარტო ულუ, არამედ საჯებიც დასამარცხებელი გვეყოლება. მოკლედ, ეს ძალიან მაგარი ამბავია იმის გამო, რომ რეალურად ეს არის ინდიკატორი ქართული MMA-ის განვითარებისა. საქართველოში აღზრდილი მებრძოლები გადიან საქართველოს საზღვრებს გარეთ და ისე დიდ ორგანიზაციებში, როგორც არის Brave Combat Federation-ი, იგებენ სრული დომინაციით. დავითის და ჯუბას кейსი კიდევ უფრო განსაკუთრებული არის, იქინა გამომდინარე, რომ მათ საქართველოს საზღვრებს გარეთ გამოცდილება არ ჰქონდათ აქამდე მიიღებული, მხოლოდ საქართველოში რეგიონალურ ორგანიზაციებში ჩაატარეს ბრძოლა სხვადასხვა მებრძოლებთან და პირველად გავიდნენ და თან უკვე ადგილობრივ მებრძოლებს ეჩხუბებოდნენ თავის სახლში, ხო? რაც ცხადია ძალიან დიდი წნეხი არის.
თუმცა ეს ნახე იდეალურად დაძლიეს Batumi Fight Academy-ის წარმომადგენლობას. სხვათა შორის Batumi Fight Academy-ის წელს ჩინეთში 4-დან 4 გამარჯვება აქვს. რუსლან ბულქოძემ და გოჩა შაინიძემ მოახერხეს აქამდე ჩინეთში წელს ძალიან მაგარი გამარჯვებების მოპოვება, ძალიან ძლიერ მეტოქეებთან. ახლა კი ჯუბა ბერიძემ და დავით თურქიფანიძემ დააგვირგვინეს შესაბამისად ეს გუნდი ქებას და ქებას იმსახურებს. რაულს კი წარმატებები მის სამომავლო ორთაბრძოლაში, რომელიც იქნება რემატჩი ჩემპიონთან ულუსთან, ძალიან მძიმე ბრძოლა გველოდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ რაული მოახერხებს და მორი გამარჯვება ჩაიწერს თავის რეზიუმეში. მოკლედ, თუ გაინტერესებთ ქართული MMA-ის გარშემო მსგავსი სიახლეები და ასევე UFC-ის ანალიზები, არ დაგავიწყდეთ, რომ გამოიწეროთ Soza Fight Corner როგორც YouTube-ზე, ასევე TikTok არხზე და გამოყვებით Facebook-ზე, La Gazzetta-ზე, რადგან იქ ძალიან მაგარ ანალიტიკურ სტატიებს ვსდებთ. აბა დროებით.